ნახეთ, ჩემთან პირდაპირ კომუნიკაცია არავის არ ქონია. ხო და მე ხوار დავიწყებ რატო არ ქონია, უნდა ქონოდათ. არა, ყველა წუთას თავისი ხედვა, თავისი მიდგომა. ხო, არ უთქვამს რა. რაც პრეს კონფერენციაზე თქვენ მოისმინეთ იქ არგუმენტად რომ ასაკი ხდება ეგ მენდოდა ზუსტად რა. შენთან ხო არ ყოფილა. არა, ხა. როგორ გითხარით, ყველას თავისი ხედვა აქვს. შესაბამისად, თუ მე ჩემი წარმოდგენა ესე იყო, როცა მე ვიყავი ახალგაზრდა, მეუბნებოდნენ ახალგაზრდა ხარ, როცა აღარ ვარ ახალგაზრდა, ეხა უკვე დაბერდი. ხო, მართადეთ, ცოტა ხარი, ხო, ეს შეიძლება ხო რა, მაგრამ ხა სანიულის მადლობის მაგიერი ვარ, კაცო, გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ, ისეთი საშუალება მომეცა მასთან ერთად და ალბათ მას ჩვენთან ერთად რომ ავიღო თელი ცხოვრება მე მახსოვდება. რა შეეხება ეხა მან ორჯერ განაცხადა რა, რომ ასაკის გამო რაღაცა ეს. ხო, რაღაც მინიშნებებს აკეთებს. მე შეიძლება კულკულიაზე ხო და ცოტა დემოტივაციის ფრაზები მგონი ეს ყველაფერი რა. ხოთები, მე უფრო მაგალითად მე რო ვიყო წელი და ალბათ ვიქნები ოდესღაც მე მაინც გავუფრთხილდები რა იცი რაში გამომადგება. ეს ხო, იქ რონალდოს ვინ როდის დაუფარებს, რა იცი. ხო, იმიტომ რომ კი. ო მე ერთხელ შეიძლება მოგიბრუნდეს და მე რაც შენი სარა ხარ ჩემზე ხდებით. მობერდაო რა თქვიო? ისეთი რაღაც შესაძლოა შეგხვდეს ისეთი მწვრთნელი. ახლა ეს ბევრჯერ მოგისმინეთ, მაგრამ აი უფრო ფსიქოლოგიურ სიღრმეებში რო ჩავიდეთ რა. იმდენად ბევრია ამ ვიღაც X მწვრთნელზე დამოკიდებული და შესაძლოა შენ იმ გზაზე კი არ წახვიდე, აქეთ გზაზე მოხვდე, რომელმაც საერთოდ ესე იგი მოგიკლავს ყველაფერი არ ვიცი мотивация ხო ყველაფერი დიდი სურვილი desire ინგლისური სიტყვა დიდი სურვილი რომ შენ მე მინდა კი მე მინდა აი კაშიას თუ უსმენთ ეხა ბოლოს ვიდეო რო ქონდა ჯიუტად უნდა არ ვანებებ ეულ მინდა ხარბი ეს ხარბი აი მინდა სპორტული მიდგომა აქ ისმით ხო აი წუნაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ამიტომ ამბობ რა შესაძლოა იმან ეს мотивация ჩაგიკლას უბრალოდ მე ერთი მოვყევი თავდაპირველად დასაწყისში რომ ჩვენ თავარწმუნდა ნაკრების რომ ესე თქვა მეთქი და მე ცოტა დემოტივაციის მომენტი იყო მეთქი რა ხო ხდებით აი ფსიქოლოგიური დეტალებია რამაც მე შემიძლია თქვენ კონკრეტულად თქვენ არა მაგრამ თქვენ რო ფეხბურთელი ბრძანდებოდეთ ისეთი აღმაფრენა შეგმატოთ და ისე დაგაჯეროთ თქვენ ძალებში რომ თქვენი მაქსიმუმი გამოვლინოთ ეს არ არის ფეხბურთი თქვენი მაქსიმუმის გამოვლენა ზუსტად შესაბამისად არ ვიცი ბევრი იყო და ჩაკვეტადეს ეტყობოდა მე ვისთანაც მომეწე ეტყობოდა რომ ძალიან მაგარი იყო მე გადმოდის უკვე ზუკასაც ეტყობოდა რომ ძალიან მაგარი იყო და მე რომ მედივარ კვარა მე გადმოდის უკვე რასთან უკვე აი პირდაპირ შეხება არ მქონია ხო მაგრამ მე გადმოცემით რა თქმა უნდა ვიცი რომ მასაც ეტყობოდა კოჭებში და საერთოდ ყველას ეტყობა კოჭებში ყველაფერი დანახვა უნდა უბრალოდ რა და ბევრია რომელიც ვერ დავინახეთ ისევ აი ამ რაღაც არასტური ხო რამდენია ახლა დაკარგული ძალიან ბევრია თქვენ ჩემზე უკეთ გემახსოვრებოდ ეგენი აი ამ ოქროს თაობაშეს ჯაკობიები და ესე რა ეს გოგა ფარკუსაც რა უნდა ყოფილიყო რაღაცა ესა რა ქვია გერმანიაში რო წავედი ხო გერმანიაში და მარტო რო იგებდათ გენდა იგივე ჯაკობია რა ხო აი ამომავალი ვარსკვლავია არა მე 85-იანების თაობაში ახლა ბევრი იყო ესეთი რომ ხო ბევრი იყო ხო მწვრთნელს ბევრი რაღაცა შეუძლია ну არა მხოლოდ მწვრთნელს ახლა დროსაც გააჩნია თქვენ რომ დროშიც აუბრობთ ის სხვა დრო არის მესმის სხვა დამკვიდრებულა იმათ თაობას კიდე სხვა მწვრთნელები ყავდათ და ერთხელ ვისაუბრე და არ მინდა კიდე რაც ამჭირდება კონფლიქტური საუბრები მაგრამ სიმართლე მე მიყვარს სიმართლით ამ სიმართლის გამო ხანდახან ძალიან მწარია მე ვიღაცას ტკივა ვიღაცას წინს მაგრამ სიმართლეს ჩემთაზეც ვიტყვი და სხვაზეც ვიტყვი მაგ თაობას უნიჭიერეს ბაჯაღლო თაობის დაკარგვას მე ვაბრალებ მათ წინამორბეთ მწვრთნელებს რომლებმაც ეს ვერ გამოთალეს გამოძერწეს გაასალაშინეს თუ რა მაგას არ მოყვა ახლა ლაპარაკი რომ დაიკარგნენ თუმცა წინაღობები მაგასაკში რომელიც თქვი 18 16-დან 19 წლამდე ალბათ გექნებოდა ხო გექნებოდა თქვენც და იყო რა მე მოყოლიც მაგ ხარ არ მიყვეს ერთ იგივე ისტორიის გამეორება თქვენ ერთი წლის წინამდე ჩემს საუბრებზე უკვე გამახსენეთ რომ რა იყო და როგორ იყო ხო სამდრეში ხო იყო რა ნამდვილად იყო კი და უკვე აღარც მაგის გახსენებაც აღარ მინდა იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ეს დინამო თბილისი არის მაშინ განსაკუთრებით იყო აი რაღაცა თქოს აი იქ რო ხარ
არა, უკვე ესე იგი რაღაცა დაამტკიცე. სხვასთან დაძარივით არის. მე უკვე ხა იქ 19 წლამდე, 17 წლამდე, არა 19 წლამდე არა. 21 წლამდე skip გამოტოვეთ. ანუ ესე გადაწყვიტეს რომ 21 წლამდე საერთოდ ამ წყოვანებამ საერთოდ გამოტოვოს. ვიღაცა თავში ესეთი იდეა და ეხაც რომ და გადაცემამდე გიყვებოდი მე შენ ილია რომ 91 აი ისტორიას მოგიყვებით გამახსენდა იმასაც ეს სიამონება ეხლა ლეკვთაძე ირაკლი გეგხსოვება თქვენ გეურთელი მე და ლეკვთაძე გაგვიშვეს დინამოს სინჯებიდან რომ მივედით გაგვიშვეს თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ჩვენ რაღაცა ბოდიში ხო და მე ისეთი რამე მოხდა რომ მან დავით კევლიშვილი იყვნენ და შალამბერიძე მწვნელი დააკლდათ ხალხი ორი კაცი დააკლდათ სინჯების თამაში ჰქონდათ რა 10-იანებს ერთი წლით დიდებს დაგვიბარეს მოკლედ ზამთარია მე და ლეკვთაძე ჩამოსულია წყალტუბოდან ერთი წინდა აქ მილანის მახსოვს ერთი წინდა სტილისვარიზე გარიცხავდა მე გადაფენა რადიატორზე ჩამოიცომდა მოკლედ ბიჭი ჩამოსულია სხვა გზა არა ისმის მეც ეხა დასაკარგი არაფერი მაქვს მეც უგიდან ვარ ქუჩიდან პრაქტიკულად მოსული ხო პირველი ტაიმი არ გვათამაშეს დავები ვარ თქვენ ტონუს ეს მახსოვს ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდი ეხლა დავამახსოვდა ჩამებირს და თავში ტონუსში რო იყოთ თქვენ პირველი ტაიმში იძუნძულეთ ესე თქვა და ჩვენ ზუნძულებთ ეხლა პირველი ტაიმი და ჩვენი გუნდი აგებს 3-0 და მაშინ წინ თამაშობთ ორივე შევედით აი არ ვიცი ცხოვრებაში ეგეთ თამაში მე არც პორტუგალია ეს არ დამახსოვდება მე რომ ალბათ მოხუცდები და არც არაფერი აი ეგ დღე მახსოვს არ ვიცი, გოლი აქედან ერთი ლეკვთა კიდე მე ისევ იმა და 4 წელი მოვიკით და ეს როგორ გავუშვითო. იბა კევლიში მეიკითხა. დაავალდებული სიმწუხნელს რომელიც 11-იანებში იყო, ჩვენ მივიღეთ შეკრებაზე ესე ვთქვათ. იქიდან იწყება, მაგრამ ჩვენ არ დაგვა ესე მაშინ იყო ეს არ დაგვაზაიავკეს, ესე არ დაგვარეგისტრირეს. თამაშის უფლება არ მოგწეს. ხო, და ეს ჩვენ მე და ლეკვთაძე 91 მხოლოდ ჩვენ ვითამაშეთ ფეხბურთი მე სხვა შეიძლება რა თქმა უნდა იქნება ვიღაც როგორ არ იქნება მაგრამ მე ვის მამახსოვრდება ესე გამორჩეულად ლეკვთაძე არის ესე თქვა რა 91-იანების თაობა ასაკობრივში ისე მოხდა მართლა მაშინ ძალიან ცუდად გაწყდა ფაქტიურად 92-იანები დააწინაურეს ძლიერი თაობაო რაღაც ესე მახსოვს კი ეგრე იყო ეგრე ხო ეს ამოვარდეს ალექსანდრე ჩივაძემ გადაწყვიტა ესე რომ 91-იანები უნდა გამოეტოვებინა იმ დღეს ესეთ გუნებაზე იყო და ესე მოხდა რომ 91-იანები საერთოდ ხო ამას ახლა მე გარკვეული რა თქმა უნდა გულდაწყვეტით ვამბობ მაგრამ სიმართლეა თქო კიდევ ერთხელ რაც წარი იყოს და ვიღაცას ხო გითხარით ახლა მე ის ვარ პირდაპირ თქველი ადამიანი ვარ რასაც ვერ დავმალავ და მე არ გავითვალეწინებ არავის მით უმეტეს რატომ გავითვალეწინებ ახლა მე შემეხო და მე გამოვძვერი აქედან რაღაცნაირად მოვარ და რო არა თამას სამხარაძე ეს მწვნელი რომელმაც 10-იანებში დამაწინაურა და იქ კაპიტანად დამიშვა და ის მათამაშა მე ვერ მითამაშებდი ფეხბურთს ხდებით ახლა ამ ისტორიებში რასაც მე თქვენ გიყვებით რამდენია დამოკიდებული გარე ფაქტორებს და არა ჩემზე მხოლოდ მე ვიშრო მე ისიც გავაკეთე ყველაფერი გავაკეთე მაგრამ აი თქვენი სურვილი არ იყო და მე ვერ ვითამაშე აი ესია ფეხბურთი თუ სად კოჭებს შეწყობოდა ახლა ეს თემა დავიწყეთ პარაცხელიიდან და აბა ვის ეთყობოდა და ვის არ ეთყობოდა დღეს უფრო მარტივად არის ხო დღეს ახლა ნახეთ დღეს ახლა ეს ამაში ფულს იხდიან დღეს ამ იმისთვის ვაკეთებ დოხსნით აკადემიას რომ აი ესენი აღმოვაჩინოთ და მაშინ თითქოს ესე არ იყო ეს დისბალანსი თითქოს დარღვეული იყო ხო ახლა ესა სპეციალური ესა ხო ინკუბატორივით არის ხო რომ აღმოვაჩინოთ ეს სელექცია ნუ არა და შენ ფულს დაკარგავ რა შენ თვითონვე დაგაშალდე და სწორი ჯანსაღი მიდგომაც ესეთია ხო